სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ ტრადიციულად გავაგრძელოთ ჩვენი სამოციქულოს კითხვა, რომელიც დღევანდელ კვირას იქნა წაკითხული. თუმცა კი რაღაც ეს არის მესამე თავის 9-17 მუხლი პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა 9-17 მუხლია, მაგრამ თქვენთვის რომ უფრო კარგად გასაგები და აღსაქმელი იყოს, მე ცოტა რამდენიმე წინა მუხლებსაც გეტყვით შინაარსობრივად რას იწერება პავლე მოციქული და მომდევნო მუხლებსაც მივადევნებ. თუმცა კი ძირითადი მაინც რაც იქნა წაკითხული, იმაზე ვისაუბრებთ. მოკლედ გასულ კვირას ვინც ესწრებოდით და ამ ეპისტოლეთა განმარტებას ისმენდით, ჩვენ ვილაპარაკეთ თუ გახსოვთ რაღაცა დაყოფა იყო ეკლესიაში, სადაც გაჩნდა რომ მე პავლესი ვარ, მე აპოლოსის ვარ, მე კეფასი ვარ და ეს თემა იმდენად აქტუალური იყო ეთყობა და იმდენად რაღაცა მძაფრად კორინთოში განიცდიდნენ ამას ადამიანები და უბრალოდ რაღაცა პარტიებად იყვნენ დაყოფილი და რაღაცა გაუგებრობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, რომ პავლე კვლავ იმეორებს ამას მესამე თავშიც და კვლავ ერთ რაღაცაზე მიანიშნებს და უნდა წაიყვანოს ეს ხალხი მთავარი სწავლებისკენ, რომ ამ პარტიებად დაყოფას მორჩნენ და რას წერს იცით რომ მეო თქვენო ზით კვებავდითო, იმიტომ რომ ხორცისთვის არ იყავით, როგორც ეხა ჩვილი ბავშვი რომ დაიბადება, რით იკვებება ის, რა თქმა უნდა, დედის რძით იკვებება, იმას ახლა მყარი ხორცი რომ ისწე, ვერაფრით ვერც შეჭამს, ვერც გადაყლაპავს და რომც გადააყლაპო ძალით ვერ მოინელებს. ხო მართალია, სწორედ ასე არის სულიერი მდგომარეობა, ეუბნება რომ მე თქვენს რძით კვებავდით, იმიტომ რომ არ იყავით მზად, რძით გზრდიდით და არა საჭვლით, ვინაიდან ჯერ კიდევ არ შეგეძლოთ მისი მონელებაო, ესეთ რამეს წერს და არც ახლა შეგიძლიათო სამწუხაროთო. და რატომ ეუბნება, იცით, არც ახლა შეგიძლიათ? აქვე პასუხობს, ვინაიდან ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, რადგან თუ თქვენ შორის არის შური, ცილობა, განხეთქილება, განახორციელნი არა ხართო? იმიტომ რომ თუ თქვენი გონება არ ამაღლდა ამაზე უფრო, თუ ამ სწავლებამ თუ არ შემოიტანა თქვენში ქრისტიანულმა სწავლებამ, რომ შური არ უნდა გქონდეს და განხეთქილებაში არ უნდა იმყოფებოდნენ ადამიანები ერთმანეთთან, გამოდის რომ თქვენ ჯერ კიდევ ხორციელები არ ხართ და როგორ გელაპარაკათ უფრო აღმატებულზე, ისევე როგორც თქვა ჩვილბავშვს ჯერ ხორცს ვერ აჭმევს, სანამ რძით არ გამოიკვებება და არ გამყარდება მისი სხეული. ესე სულიერად თუ არ გამყარდა ადამიანი, შეუძლებელია მას თქვა მყარი საკვები მისცე. ოღონდ ეს მყარი სულიერი საკვები იცით რა არის? სიყვარულია მყარი საკვები. სიყვარულის შესახებ ჯერჯერობით ვერ ელაპარაკება პავლე მოციქული, იმიტომ რომ ამ მყარ საკვებს ისინი ვერ გადაამუშავებენ. რას გულისხმობს ეს ამბავი? იცით რომ სიყვარული მსხვერპლის გარეშე სიყვარული არ არის. ვისაც გონია რომ სიყვარული მხოლოდ ემოცია, გრძნობა, ვაიმე დედა უყვარს, მაგრამ თუ იმანაწყენინა მეორე დღეს აღარ უყვარს, იცოდეთ რომ ტყუილში ცხოვრობს ეს ადამიანი და ეგოიზმში ცხოვრობს, იმიტომ რომ კი არ უყვარს, სჭირდება. კი არ უყვარს ასე ამ მდგომარეობას, ასე ახლა უხდება ეს სიტუაცია და აქედან გამომდინარე იმ წუთობრივი რაღაცა განცდებით შეიძლება სარგებლობდეს ადამიანი და ნამდვილი სიყვარულის განცდა არ ქონდეს. ამიტომაც წმინდა მამები სამ კატეგორიად ყოფენ ადამიანებს, რომლებსაც ამ მყარ საკვებზე საუბარი შეიძლება და ამისი აღქმა შეუძლიათ. ერთნი არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ ეგოიზმში ამბობენ რომ მე ვიყო კარგად და სხვა არავინ არ მაინტერესებს და მასაც გონია რომ სიყვარული შეუძლია, თუმცა კი ძალიან შორს არის სიყვარულისგან. მეორეა ადამიანი, რომელიც ამბობს რომ მეც კარგად ვიყო და სხვაებიც კარგად იყვნენ და მინდა გითხრათ რომ არ არის ეს ცუდი, ადამიანს ეს რომ უნდოდეს, ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ არსებობს მესამე კატეგორიის ადამიანი, რომელიც ძალიან იშვიათი გამოვლინებაა და ეს იშვიათი გამოვლინება ჩვენ ძირითადად ფრესკებზე გვაქვს ნანახი. და იცით როგორ ფიქრობენ ეს ადამიანები? სხვა იყოს კარგად და მე მზად ვარ შევეწირო ამას მსხვერპლად. გავიღო საკუთარი სისხლის ფასად ყველაფერი. საკუთარი სისხლის, ოფლის, მოთმინებისა და ასე შემდგომ ამის ფასად შესრულდეს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იშვიათია მეთქი რომ ამბობ, იმიტომაა იშვიათი რომ მათ ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული, ანუ ნამდვილი საკვები, რაზეც პავლემ უნდა ილაპარაკოს,
ამაზე ეუბნება და ამ განხეთქილებაზე კვლავ წერს, რომ რადგანაცო როცა ერთი ამბობსო, მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე აპოლოსისა, განახორციელნი არა ხართო? რადგან ვინ არის პავლე და ვინ არის აპოლოსი? ნახეთ, თავის თავიდან იწყებს და კი არა აკნინებს, რომ აპოლოსი ვინ არის, ესე კი არ კითხულობს. თავის თავით იწყებს, რომ ვინ არის პავლე და ვინ არის აპოლოსი. მხოლოდ მსახურნი, რომელთაგანაც ირწმუნეთ, თანაც იმდენად, რამდენადაც მისცა უფალმა თითოეულ თქვენგანს. მე დავრგე აპოლოსმა მორწყა, მაგრამ გაზარდა ღმერთმა. ასე რომ არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. ამას წერს ის კორინთელებს, რომ მათ კარგად შეიგნონ, თუმცა კი კორინთელებს რომ წერს, თქვენ ხო გრძნობთ, რომ დღესაც ძალიან აქტუალურია ეს თემა. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვეშლება ეს ამბავი. არასდროს მართლმადიდებლურ სამყაროში არ ყოფილა, რომ მიზანი ამართლებდეს საშუალებებს. არ არის, ასე არ მსჯელობს მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არის ასეთი მოძღვრება, რომელიც აღმოაჩენს მიზანს, მაგალითად ქრისტესთან მყოფობა არის ჩემი მიზანი, სიყვარულის შეძენა არის ჩემი მიზანი და ამისთვის მე მეძლევა უკვე საშუალებები, რომელიც არის იყოს შეიძლება გამოხატული საეკლესიო მოღვაწეობის სახით. საეკლესიო მოღვაწეობაში გულისხმობ პირად ასკეზასაც, რა თქმა უნდა, და იმ საეკლესიო კურთხევის შესრულებას ამ ერთობაში, რომელ კურთხევასაც ჩვენ ყველანი ვემორჩილებით. ამიტომაც, ნახეთ, დარგვით შეიძლება ყველაფერი დარგო, ნებისმიერი ხის, ჯიში, თესლი რაღაცა მოიპოვო, ჩარგო, მაგრამ გაიზრდება თუ არა ეს არის შენზე დამოკიდებული? ნამდვილად არ არის დამოკიდებული. ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ მამაო ძალიან მომწონს შენი ქადაგება, მაგრამ შეცვალა თუ არა მან თავისი ცხოვრება ჩემი ქადაგებით, აი ეს არის საკითხავი, იმიტომ რომ მე კი დავრგე ეს ხე, როდესაც თქვათ ვიქადაგე და ვიღაცას მოეწონა, მაგრამ გაიზარდა თუ არა ეს ხე? გამზრდელი ყველა შემთხვევაში ღმერთია. ოღონდ ნახეთ რა წერს, ჩვენ ვართ ღვთის თანამოსაქმენი. რას ნიშნავს? თანამშრომლობაზე ლაპარაკობს. ამ თანამშრომლობის გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ რაიმე ნერგი გაიზარდოს. მე დავრგებ, თქვათ, რაღაცა ვიქადაგე, ამ შემთხვევაში თავის თავზე პავლე რატო წერს, იცით, რომ კორინთოში მან შექმნა ეკლესია. ის იყო ადამიანი, რომელმაც იქადაგა და პირველი ეს კრებული ქრისტიანული პავლეს დამსახურება. აპოლოსმა მორწყა ნიშნავს იმას, რომ აპოლოსი თავის ქადაგებებით და ღვთისმსახურებით, რა თქმა უნდა, ამრელს ასულდგმულებდა, მაგრამ გამზრდელი ყველა შემთხვევაში ღმერთი არის შენს გულში აუცილებლად, ოღონდ ეს გამზრდელობა შენი თანამოქმედებით ხდება. შენ თუ არ მუშაობ ღმერთთან ერთად, მაშინ გამოდის, რომ ის ძალადობს შენზე. ანუ შენ არ გინდოდა ამ ნაყოფის გაზრდა და ღმერთმა შენზე იძალადა და გაგხადა კეთილი, რომელზედაც შენ საერთოდ არ ფიქრობდი. და რა გამოდის, რომ ეს არ მინდოდა და ესე ძალით მიმაღწევინეს. ამიტომაც ასე არ მოქმედებს, ასე არ მუშაობს საეკლესიო მოძღვრება, ღმერთი თვითონ, რა თქმა უნდა, ამ მოძღვრებაში, არამედ ჩვენ ვართ თანამშრომლები, როგორც წერს პავლე მოციქული, აი დღევანდელი საკითხავი სწორედ ასე იწყებოდა, რომ ჩვენ ვართ ღმერთის თანამშრომელნი ამ შემთხვევაში. მოდით რომ არ გაგვიგრძელდეს პირდაპირ გეტყვით წინაზე რომ დავხედე რაღაც ძალიან გრძელი ქადაგება იყო და არ შეიძლება ხოლმე ესე დაღალო ადამიანი. ამიტომ წაგიკითხავთ ტექსტს და გავჩერდეთ მნიშვნელოვან ამბებს. მე ჩემთვის მოცემული მადლით ღვთისა, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე. რას ნიშნავს საძირკვლის დადება, იცით? საძირკვლის დადება არის ქრისტეს გაცნობა ადამიანთან. აი პეტრე მოციქული რომ აღიარებს, შენ ხარ ძე ღვთისა, ქრისტე მას ეუბნება, პეტრე შენ ხარ კლდე, ამ კლდეზე აშენებული ეკლესია ვერ მოერევა მას ვერაფერი. რას ნიშნავს? პეტრე პიროვნებაზეა ლაპარაკი? არა, სარწმუნოება. სარწმუნოება არის სწორედ ის საძირკველი, ქრისტე ღმერთის, ღმერთკაცობრივი აღიარება არის სწორედ ის საძირკველი, რომელზედაც ხდება შენი სარწმუნოების დაშენება. აი ეს გახლავთ საძირკველი, რომელსაც პავლე დებს, მაგრამ მე უკვე სხვები აშენებენ, იმიტომ რომ ერთია ამისი გაგება და შემეცნება, დაჯერება და რწმენა, მაგრამ მეორეა ცხოვრების წესის შეცვლა ამ მიმართულებით, რომ ღმერთის მსასვენებელი გახდე შენ და არა ადამიანისა.
რომ პავლე კი არ იყოს შენთვის გადამრჩენელი, ვინც შენში ეს საძირკველი ჩადო. არც კახაბერის ქადაგება გეგონოთ თქვენ გადამრჩენელი. გადამრჩენელი არის ყველა შემთხვევაში ღმერთი, რომელთა თანამშრომლობითაც თქვენ აღწევთ ცხონებას. ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს გარდა უკვე დადებულისა, იმიტომ რომ ეს ადამიანის მიერ გაცხადებული არ არის, რას პასუხობს მას იესო ქრისტე, პეტრე რომ ასე ეუბნება. ეს შენ სისხლმა და ხორცმა კი არ გაგიცხადა, პეტრე, არამედ მამამან, ჩემმან, ზეციერმან. რას ეუბნება, რომ ეს არ არის ადამიანური ან ლოგიკის, ან განათლების, ან რაღაცა ბევრი დიპლომები რო აქვთ ხოლმე ჩამოკიდებული და სერტიფიკატები და ამით რო გონიათ რომ ახლა დიდ რამეს მიაღწიეს, საერთოდ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამით შეიძლება ადამიანმა მიიღოს ის საღვთო მადლი, რომლითაც გაცხადდება შენს გულში, აინთება ის ცეცხლი და დაერქმევა სახელად ამას, რომ შენ გწამს ძეხვთისა არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ აშენებს ამ საძირკველზე ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, თითოეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე, ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. ეს მეორედ მოსვლის შესახებ არის აქ წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ მეორედ მოსვლა იქნება ცეცხლით და ცეცხლში განიწმინდება ეს ყველაფერი. რას ნიშნავს, იცით, მე ამაზე სერიოზულად დამაფიქრე. ჩვენ ხო რაღაცებზე ვზრუნავთ. ვიღაცა სახლის საქმეზე უნდა ზრუნავდეს კიდეც. აი ტაძრებსაც ხო ვამკობთ. აი ახლა ახალი ავაშენეთ იქ რაღაცა, გვინდოდა ესეთი ჭურჭელი ყოფილიყო, ესეთი ხატი მოხატული, ესეთი. ეს თუ ყველაფერი ცეცხლში უნდა დაიწვას. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ რაღაცა ვაკეთებთ ამ ყველაფერს? არა, ჩვენი მოვალეობა არის, უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ამაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ეს ერთ დღეს არის და მეორე დღეს შეიძლება აღარ იყოს. და ეხლა უნდა წავიკითხო ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ცოტას გადავახტები. ვისი საქმეც გაუძლებს შენებელს საზღაური ელის, ხოლო ვისის დაიწვევს ის იზარალებს. თუმცა თვითონ კი დააღწევს თავს, მაგრამ როგორც ეცს. ნუ თუ არიცით რომ ღმერთის ტაძარი ხართ და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში. ვინც ღმრთის ტაძარს დააქცევს მას ღმერთი, ვინაიდან ღმერთის ტაძარი წმინდა, ხოლო ესა ხართ თქვენ. აი ეს არის მთავარი სწავლება დღევანდელი საკითხავიდან მინდა გითხრათ, რომელიც ადამიანს უნდა ეწეროს გულის ფიცარზე. იმიტომ რომ ჩვენ კი ვამკობთ ამ ტაძრებს. ადამიანები არიან, რომლებიც აშენებენ ამ ტაძრებს, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ სინამდვილეში ღმერთის ტაძარი არის თვითონ ადამიანი. შენ თვითონ ახარ სულიწმინდის ჭურჭელი. იყო დრო, როდესაც ქრისტიანებს საერთოდ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ამიტომაც შეიძლება დადგეს ასეთი დრო, დევნულების დრო, კომუნისტების დროსაც რამდენი ტაძარი დაკეტეს. თბილისში მე მგონი 5 ტაძარი მოქმედებდა სულ. მე სადაც დავიბადე უახლოეს 50 კილომეტრში ტაძარი არ იყო მოქმედი. მღვდელი თვალთან მყავდა ნანახი სკოლას რო ვამთავრებდი, მაშინ ვნახე პირველად. მართლა გულწრფელად გეუბნებით. არ ვარ ხო რაღაცა დიდი საუკუნეების კაცის, მაგრამ აგერ გუშინ ხდებოდა ეს, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომაც ტაძარი ხარ შენ თვითონ. შეიძლება მოხდეს ასეთი გაუგებრობა, რომ ვერ აღმოჩნდე ტაძარში, მაგრამ ეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ თვითონ ხარ ამ სულიწმინდის ტაძარი. ამიტომაც ვინც დააქცევს ამ ტაძარს, ღმერთი დააქცევს მას. ანუ სხვა ტაძარს დააქცევ თუ იმ ტაძარს, რომელიც შენ თვითონ მოგეცა და შენ თვითონ რომ ხარ, მნიშვნელობა არ აქვს. რითი შეიძლება დააქციო ეს? ყველანაირი ურჯულოებით, ყველანაირი ურწმუნოებით, ყველანაირი უსაქციელობით. იცოდეთ რომ ტაძრის დამზიანებელი ხარ. ეხლა რომ დაინახო, რომ ვიღაცა მიადგა ამ ჩვენს ლამაზად აშენებულ ტაძარს, ღმერთმა დაგვიფაროს, ნამდვილად გული გამისკდეს, შეიძლება და მიადგა ტრაქტორით და ანგრევს, დაინახო. ხომ დიდი ტრაგედია იქნება. მაგრამ იცოდეთ რომ ამაზე დიდი ტრაგედია, როდესაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შეურაცხყოფა შეუძლია, იმიტომ რომ ის გახლავთ ნამდვილი ტაძარი, ეს გახლავთ სიმბოლური და ის ნამდვილი ტაძარია. სულიწმინდის ჭურჭელი თვითონ ადამიანია. ამას მიანიშნებს პავლე, ამაზე ელაპარაკება და ამიტომ ნუ კი ლაპარაკობთ რომ მე აპოლოსის ვარ და მე პავლესი და მე კეფასი. ყველანი ჩვენ ღმერთისა ვართ. ყველანი ღმერთმა შექმნა, არც აპოლოსია, არც პავლე, არც არავინ არ არის. წყარო ამ ყველაფრისა გახლავთ ღმერთი, რომლისგანაც გვაქვს ჩვენ სიცოცხლე და რომლისგანაც მოველით მომავალ ცხოვრებას.
ამიტომაც როგორ უნდა უფრთხილდებოდეს ადამიანი ამას, უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ შეიძლება შეგვაძრწუნოს ასე რა ქვია, ქვით და აგურით აშენებულ ტაძარზე რაღაცა შეურაცხყოფა, რომ დაინახოთ, ვინმე თქვა წარწერა გააკეთოს მასზე ან რაღაცით დააზიანოს, მაგრამ შეიძლება არ შეგვაძრწუნოს, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს შეაგინა, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი გალანძღა, ხელი დაარტყა, დაჩაგრა, დაიმონა, უპატიოსნოთ მოექცა, უკანონოდ დააპატიმრა, ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ტაძრის დამზიანებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ასე მოექცევა სხვა ადამიანს, ან საკუთარ თავს. იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი ვართ სულიწმინდის ჭურჭელი და ეს გამუდმებულ ხსოვნაში უნდა გქონდეს, რომ არ დააზიანო ეს ტაძარი, რომ არ დაზიანდეს შენი სული და არ აღმოჩნდე რაღაცა უბედურებაში ადამიანო. ასე რომ ვიფიქროთ ამაზე, რას წერს დღევანდელ ეპისტოლეში პავლე მოციქული, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, როგორც ღვთისგან მოცემულ ტაძარს. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთი.